変わったな、トロフィー。いい顔になった、トロフィー。მოვემართები სადაც არ უნდა იყო გნახე იქნება აღარ არსებობა იქნება ახლა სხვახან არ მადარდებს თუცა შორია და ახსა ჩანხარ მანამ არ გავჩერდები სანამ არ დაგინახა ვიბეზრებ თავს საათი პარება მანვილი და რამდენჯერ მაქვს ხარიშხლები გადატანილი მე მიყვები გზას ბევრი სისხლი არის და O terror das faixas rosa, depois de botar o pique no baile nós vai embora assim. TFC ბრუნდება 22 დეკემბერს ჩემპიონთა აკადემიით. საღამოს მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდა. ორი ამომავალი ვარსკვლავი, ლუკა ტორტომია და ვანო წეროფერაძე. ვანო წეროფერაძე არის მრავალგზის კუნფუს ჩემპიონი, 11 წლიანი ბრძოლის გამოცდილების. საღამოს გახსნის TFC ჯუნიორის ორი ბრძოლა და ასევე ვიხილავთ სხვა საინტერესო დაპირისპირებებს. ვანო წეროფერაძე ალბათ ყველა მიცის საღამოს მთავარ ბრძოლაში უნდა ეჩხუბა ყველასთვის კარგად ნაცნობ ვანო წეროფერაძეს. მას ბრძოლა უნდა გაემართა ლუკა წუწუნიასთან, თუმცა ლუკა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ბრძოლას ჩაეხსნა. TFC ლუკას უშუალებს მარე გამოჯამრთელებას. ახლა კი ვთხოვთ ვანოს ამბურთანდის ოქტაგონზე. აპლოდისმენტები ჩვენს admirable main-events. გისმენთ ვანო აბარასოვის. მოგესალმებით ყველას. მადლობა გითხრათ მომზადებისთვის. რავი, ძალიან ცუდი არის რომ მეჩხო, მაგრამ არ ველოდებოდით ლუკას გამოჯამრთელებას უსურვებ და რომ ერთი მაგა. ეხლა კიდე რაც მაინტერესებს შემდეგ. საიდის გამოწვევა მინდა შემდეგ ივენტზე რომ ვიჩხუბო TFC-ზე. მაგასთან. თუ არის თანახმა გამოვიდეს და მიგეს ფეისბუქი. So Vano Peradze would like to fight with Saeed Asadi. So we're going to have a face-off. These two gentlemen, not touching, gentlemen. Turkey number one.
So yeah, these are the plans for Vano. ეს არის Vanos გეგმები. ეს ჩხუბი ნამდვილად საინტერესო იქნება ხალბატონებო და ბატონებო. დიდი მადლობა Vanos. როგორც მოგეხსენებათ 22 დეკემბერს TFC-ს რიგით 22 ღონისძიებაზე უნდა ჩაეტარებინა Vanos თავისი მორიგი ბრძოლა MMA-ში. მოგეხსენებათ ერთ თვეზე მეტია იგი ყოველდღიურად ვარჯიშობდა, იკლებდა წონას, შიმშილობდა, ვინც იცით ძალიან რთული არის ეს ყველაფერი მებრძოლისთვის, ყველაზე რთული მომენტია წონის კლება, 10 კილოზე მეტის დაკლება მოუწია მას და დღეს გავიგეთ, რომ Vanos მეტოქეს აქვს სიცხე და არის გაციებული. ამიტომ ის ვეღარ ჩაატარებს ბრძოლას და Vanos-თან ბრძოლას ჩაეხსნა. Vanos ჰქონდა გასამართი თავისი ბრძოლა ტურნირის მთავარ ბრძოლაში, main event-ზე, უბრალოდ ძალიან გულსატკენია და გულდასაწყვეტია ის, რომ ერთ თვეზე მეტი ემზადები, ყოველდღიური ვარჯიშები, კვების რაციონი, წონის კლება და ეს ყოველივე ცუდად მოქმედებს, რა თქმა უნდა, მებრძოლის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზეც, მაგრამ რას ვიზავთ? ესე მოხდა, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით, შემდეგშიც იქნება სიახლეები, დაველოდოთ დროთა განვითარებას და ყველაფერი იქნება უფლის წყალობით კარგად. შემდეგ შეხვედრამდე ნახვამდის.